მშვიდობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით, ყველას გილოცავთ ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეს. თქვენ იცით, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ 13 ასურველი მამიდან, რომელიც შემოვიდა საქართველოში თავის ძოზე, რომელმაც უზარმაზარი ღვაწლი გასწია საქართველოში მონასტრული ცხოვრების გასამყარებლად და საფუძნებლად. აი დღევანდელ დღეს ესეთ მნიშვნელოვან დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო სტუმრები გვყავს, საპატივცემულო სტუმრები გვყავს. ესენი გახლავან ამბალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და მონაზონი ანთიმოზი, რომელიც მოღვაწეობს ათონის მთაზე. გადაცემას უძღვება დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე. ჩვენი შეკრების დღევანდელი შეხვედრის და ამ გადაცემის მიზანი გახლავთ ძალიან საინტერესო თემა, რომელიც უაღრესად აინტერესებს ჩვენ საზოგადოებას. ეს გახლავთ ინტერმართლმადიდებლური, ანუ მართლმადიდებელთა შორისი შეკრება კუნძულ კრებაზე, რომელიც ხვალ 17 ივნისს დაიწყება და დასრულდება 26 ივნისს. მოგეხსენებათ, რომ ამ მართლმადიდებლურ თვითკრებაზე უნდა მონაწილეობა მიეღო ყველა ადგილობრივ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ ისე მოხდა, რომ რამოდენიმე მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამაზე უარი თქვა, მათ შორისაა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია და ბუნებრივია გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, ეს კითხვები მანამდეც იყო კრების მომზადების პროცესში, თუ რა პოზიცია აქვს ჩვენ ეკლესიას და რამ განაპირობა სწორედ აი ამგვარი პოზიციის ჩამოყალიბება. მე მინდა მადლობა უთხრათ ჩვენ სტუმრებს, რომ მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მათ მოიცალეს და მოვიდნენ დღეს ჩვენ სტუდიაში და ალბათ მეუფენო მამა ანთიმოს ალბათ პირველ რიგში უნდა დავიწყოთ მოკლე ისტორიული ექსკურსით, თუ როგორ მზადდებოდა ეს კრება, როდის დაიწყო ამ კრების მომზადება და როგორ მივედით ჩვენ დღევანდელ დღემდე. ამ საკითხთან დაკავშირებით დავიწყებ საუბარს. მე უპირველეს ყოვლისა მინდა მეუფე დავით ანგელოზის დღე მიულოცო და წმინდანის ხსენებას დავით გარეჯელის და უშუალო მისი შეწევნა. დიახ, თვითონ თემა, რომელზედაც დღევანდელი გადაცემა არის მიძღვნილი, საჭირო როტო არის, იმიტომ რომ ეხება ეკლესიას და ეხება მორწმუნე მართლმადიდებელ მრევლს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. წმინდა დიდი კრებისათვის მზადება დაიწყო მე-20 საუკუნის პირველ მესამედში. ჯერ კიდევ 30-იან წლებში იქნება გამართული ათონის მთაზე ვატოპეტის მონასტერში პირველი შეკრება და უკვე მაგის შემდგომ ეს პროცესი შეიძლება ითქვას იყო ინიცირებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და ის ვითარდებოდა მეტნაკლები აქტიურობით. ხოლო 60-იანი წლებიდან მას უკვე ის გადავიდა უფრო აქტიურ ფაზაში პატრიარქი ათინოგორა პირველის პერიოდში 1961 წელს მოხდა პირველი შეკრება კუნძულ როდოსზე და ამით დაედო სათავე იმ შეკრებებს, რომელთაც უნდა მოემზადებინათ წმინდა და დიდი კრება. უკვე 1963 წელს ამ შეკრებაზე, ამგვარ შეკრებაზე იმყოფებოდა სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც იმ პერიოდში გახდა ეპისკოპოსი. ასე რომ საქართველოს ეკლესია უკვე თითქმის 5 ათეული წელია ამ პროცესში მონაწილეობს. მინდა ვთქვა, რომ თვითონ ეტაპები არის განსხვავებული ერთმანეთისაგან. არის წინა საკრებო შეკრებები ეკლესიათა წინამძღოლთა და არის წინა საკრებო შეკრებები ეკლესიების ოფიციალური პირების და ასევე წინა საკრებო შეხვედრები სამუშაო ფორმატის, სამუშაო კომისიების. წინა საკრებო შეხვედრები ეკლესიის წინამძღოლთა გაიმართა 1961 წელს, შემდგომ იყო 1976 წელს, 1982 წელს, 1986 წელს და ასეთი კრება ასევე გაიმართა 2014 წელს.
1961 წელს გამართულ კრებაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათიანოგორა პირველის მიერ იყო შემოტანილი ინიციატივა, რომ ყველა საკითხი ყოფილიყო მიღებული კონსენსუსის წესით. ანუ როგორი კონსენსუსით, იმიტომ რომ კონსენსუსს რამდენნაირი აქვს განმარტება. იგულისხმებოდა კონსენსუსი ყველა საკითხზე. ანუ ერთხმად. ანუ ყველა უნდა დათანხმებოდა ყველა საკითხზე. დიახ, ყველა თანხმობა საკითხზე. ყველა თანხმობა საკითხზე. აი ესეთი წესი იყო შემოტანილი, შემდგომ უკვე ეს კვლავ იქნა ხაზგასმით აღნიშნული და დამტკიცებული 1986 წლის წინა საკრებო შეხვედრებზე და 2014 წელს კვლავ იქნა განმეორებული ეს პრინციპი, რომ ყველასი ერთხმოვანი თანხმობა საკითხზე, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს საკითხი დასმული დიდ კრებაზე, ანუ შეტანილი დიდი კრების სამუშაო დღის წესრიგში. 2014 წლის ეკლესიის წინამძღოლთა გადაწყვეტილებით იქნა დასახელებული ყველა ეკლესიიდან სამუშაო ჯგუფები, სამუშაო კომისიები, რომელთაც თავიანთი სამუშაობა დაიწყეს უკვე სექტემბრის თვიდან. ეს შეკრებები ხდებოდა მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრში შვეიცარიაში, შამბეზიში და იქ უკვე განსახილველ საკითხად იყო გამოტანილი 10 საკითხი, რომელიც იქნა დადგენილი 2014 წელს კონსტანტინოპოლში ეკლესიათა წინამძღოლების მიერ. თუმცა მინდა ვთქვა, რომ თავიდან, როდესაც ეგ შეხვედრები დაიწყო, ანუ 1961 წლიდან იყო 100-მდე საკითხი და უკვე აი ამ 10 წლეულების პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ ეს 100 საკითხი იქნა დაყვანილი 10 საკითხამდე. და 8 საკითხის მიმართებაში უნდა ყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო 2 საკითხი ავტოკეფალია და დიპტიხი ასე იყო ჩაწერილი, რომ თუ მოესწრებოდა ამ საკითხების განხილვა. კომისიებმა დაიწყეს მუშაობა, მინდა ვთქვა, რომ ეს შეხვედრები მიმდინარეობდა საკმაო სირთულითა და დაძაბულობით. თავიდანვე აღნიშნავ იმას, რომ იყო ნათქვამი და დაყენებული მოთხოვნა დოკუმენტების არ გასაჯაროების შესახებ იმ დრომდე, სანამდე არ იქნება ხელი მოწერილი. და ხელის მოწერა მოხდა უკვე პატრიარქთა შეხვედრისას მარტში, იანვარში უკაცრავად, იანვარში 2016 წელს. და ამის შემდგომ უკვე დოკუმენტებმა მიიღეს საყოველთაო გახდა საშუალება მიეცათ მორწმუნე მრევლს, სასულიერო პირებს და ღვთისმეტყველებს, რომ გაცნობოდნენ ამ დოკუმენტებს და შესაძლებელი გამხდარიყო მათზე მსჯელობა. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ თავისთავად ეს პროცედურა არ იყო თლად გამართლებული, იმიტომ რომ სინოდებს უნდა განეხილათ ეს დოკუმენტები და სინოდებს უნდა დაემტკიცებინათ ჯერ ეს დოკუმენტები. და ეს იყო ნათქვამი, მაგრამ თქვათ ეს ერთმანეთ მიღებული უკვე გადაწყვეტილება მისი შეცვლა კვლავ შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლთა შეხვედრის პერიოდში. მინდა ვთქვა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სამუშაო კომისია ინფორმირებას უკეთებდა საქართველოს ეკლესიის სინოდს იმ ვითარებაზე, რომელიც არის დოკუმენტების განხილვასთან
დაკავშირებით და ჩვენ სამუშაო პერიოდის განმავლობაშიც ქონდა ჩვენი მოთხოვნები, ქონდა ჩვენი შესწორებები და შენიშვნები და ეს შენიშვნები ზოგი იყო გათვალისწინებული და მინდა თქვა, რომ უმეტესობა გათვალისწინებული არ იყო, რამე თუ მოგახსენებთ, რომ პრინციპი მოქმედებს შემდეგი, რომ თუ რომელიმე ეკლესია არ დაეთანხმა შენიშვნას, მაშინ ის შენიშვნა ვერ შედის დოკუმენტში და უფრო მეტიც, თუ დოკუმენტი არ იქნა დამუშავებული, ანუ ახალი დოკუმენტი თუ არ იქნა მისაღები რომელიმე ეკლესიისთვის, მაშინ პრინციპი იყო ასეთი, რომ ძველი დოკუმენტი უნდა ყოფილიყო გასული კრებაზე და ძველი დოკუმენტები მიღებული არის 76-86 წლებში. ზოგიერთი არის უფრო ბოლო პერიოდისა 2009 წლის დოკუმენტია დიასპორების დაკავშირებით ეს დოკუმენტი და რა თქმა უნდა 70-იან და 80-იან წლებში მიღებული დოკუმენტები ვერ ასახავენ იმ რეალობას, რომელიც არის დღეს. და ეს მუდმივად ხაზგასმით ითქმებოდა ეკლესიების მხრიდან, არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ეკლესიების მხრიდანაც. ერთ დავამატებ მეუფის ნათქვამს, მოგესალმებით, გილოცავთ დღესასწაულს ხოსიმანის ხსენებას. რა ძალიან მნიშვნელოვანი არის ხანგრძლივი ათწლეულობის განმავლობაში ეკლესიათა სამუშაო წარმომადგენელი ჯგუფები იკრიბებოდნენ და საკითხთა ნუსხაზეც და მათ შინაარზეც მსჯელობდნენ. ამ წლის იანვრის ხელის მოწერამდე ეკლესიათა მეთაურობის მხრიდან პატრიარქმა ძალიან საგულისხმო წერილით მიმართა დიდი და წმინდა კრების ორგანიზატორებს, რომ შეკრებას მაშინ ექნება ძალა და თავისი, ასე ვთქვათ, ისტორიული მნიშვნელობა, თუ იქ თითოეული ეკლესიის წარმომადგენელი მხოლოდ და მხოლოდ იქნება მათი აზრი და მათი მუშაობა დაფუძნებული კონსენსუსის, ანუ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. თუ ეს არ მოხდა, მაშინ კრება ასრ კარგავს. პატრიარქმა ეს სანამ მოხდებოდა ეს ხელმოწერა და ასე ვთქვათ მოსამზადებელი პერიოდი შევიდოდა ბოლო ფაზაში, პატრიარქმა კიდევ ერთხელ გაახსენა ათწლეულების განმავლობაში ყველა ეკლესიის მხრიდან ერთხმად აღიარებული პრინციპის დაცვა, რომ კრების მუშაობა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებებს, დადების თუ უარყოფით. რაც ფაქტიურად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, იმიტომ რომ სამწუხაროდ მეუფე ესრებოდა ამ შეკრებებს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ დიდი და წმინდა კრების საორგანიზაციო ჯგუფმა, კომიტეტმა ამ თავიდანვე აღიარებულ პრინციპზე უარი თქვა. იმიტომ რომ საკითხი, რომელიც ჩვენმა ეკლესიამ არ მოიწონა და სამუშაო ჯგუფს წარედგინა, როგორც ჩვენგან დაწუნებული, სამუშაო დღის რეჟიმში იყო, წესრიგში იყო შეტანილი. გამოდის ქორწინების საკითხი და იქ მეორე საკითხი არის, თქვათ, მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან და აღმსარებლობებთან. იქ ჩაიწერა მუხლი ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლების, ესეთი შეიძლება იყოს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, რომ საქართველოს ეკლესიას, რადგან იგი უკვე გამოსული იყო ეკუმენური მოძრაობიდან, გააჩნდა ამ საკითხთან მიმართებაში თავისი ხედვა განსაკუთრებული. რატო ვიხსენებ ამ ფაქტს? იმიტომ რომ როდესაც დღეს თქვა ლაპარაკი არის, უნდა წავიდნენ ეკლესიები და იქ დაამოწმონ თავისი სიმართლე, თუ სახლი თავის წინააღმდეგ დაყოფილია, იქ სიკეთე არაფერი არ იქნება. არც სიტყვის ექნება ძალა და არც ამ ნათქვამის სიტყვით რაიმე შედეგს, კეთილს მივიღებთ. იმიტომ რომ ვაღიარეთ პრინციპი და ჩვენვე დავაღვიათ პრინციპი. გამოდის, რომ უკვე საფუძველშივეა არასწორი. იგულისხმება აი ამ კრების მოსამზადებელ პერიოდში, როდესაც ითქვა და თან ათწლეულების წინ და პატრიარქმა ეს გაახსენა კრების ორგანიზატორებს, რომ კრება მაშინ იქნება შედეგიანი, თუ კი ერთხმად იქნება საკითხებზე შეთანხმება. სამწუხაროდ ეს არ მოხდა და პირველი ბზარი შეიძლება ითქვას იყო ის, რომ
კრების საორგანიზაციო ჯგუფი თავისი სიტყვის წინააღმდეგ წავიდა. იმ ნაბიჯით, რომ შეიტანა სამუშაო დღის წესრიგში ის საკითხი, რომელიც მიუღებელი იყო ერთი ეკლესიისა. ესე იგი, დაირღვა თანასწორ ძმათა შორის თანასწორობის პრინციპი. აი მე ჩაგერჩებით, სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია, როდესაც თავის სინოდალურ განჩინებაში, რომელშიც იგი ასაბუთებს თავის პოზიციას კრებაზე წაუსვლელობასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ იღებს მონაწილეობას კრებაზე, აღნიშნავს სწორედ ამას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიამ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიამ ხელი არ მოაწერეს ამ ქორწინების საკითხს, ის მაინც იქნა შეტანილი. ასე რომ ერთ-ერთი არგუმენტი, რომლის გამოც ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია იკავებს ასევე ამ კრებაში მონაწილეობისგან თავს, ესეც არის ახლა. ხშირად ანტიოქიის ეკლესიას უახსენებენ, მთელი ყურადღება გადააქვთ მხოლოდ ერთ საკითხზე. ეს არის არაბეთის ნახევარკუნძულზე საეკლესიო იურისდიქციასთან დაკავშირებით, ვინაიდან აქ არის გარკვეული ასთა სხვადასხვაობა მასა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის, მაგრამ თავის სინოდალურ განჩინებაში ანტიოქიის ეკლესია სხვა მიზეზებსაც ასახელებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ხა ჩვენი მაყურებლების გასაგონად მინდა ვთქვათ, ჩამოთვალო ის ეკლესიები, რომელმაც თავი შეიკავებს ამ კრებაში მონაწილეობისგან, მე მათ ჩამოვთვლი იმ თანმიმდევრობით, რამ თანმიმდევრობითაც მათ უარი განაცხადეს, ეს გახლავთ თვითონ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია, ეს არის ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია. სერბეთის ეკლესიის გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი მომხრე არიან, რომ გადაიდოს ეს კრება, მაგრამ ფაქტიურად ეს გულისხმობდა იმას, რომ თუ არ გადაიდება კრება, ესე იგი ისინი უარს აცხადებენ. ფაქტიურად უარი იყო იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მზაობა კრების გადადებასთან დაკავშირებით არ არსებობდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ბოლოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. აი ეს არის ჩამონათვალი იმ ეკლესიებისა, რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ ამ კრებაში და ბუნებრივია, რომ აქ დგება საკითხი ასაკი, მაგრამ როგორღა ტარდება კრება, რომელიც თავიდანვე საფუძველშივე მრავალი ათეული წლის წინ უკვე იმის გამო იმ თვალსაზრისით იყო ჩაფიქრებული, რომ მას უნდა შეეკრიბა ყველა ავტოკეფალური ეკლესია, რომელსაც ყველა ცნობს, ახლა მოგეხსენებათ საკე პრობლემა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელსაც არ ცნობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და ზოგიერთი სხვა საპატრიარქო, რომელსაც ჩვენ ვცნობთ და მათთან გვაქვს რუსეთის ევქარისტიული კავშირი. მაგრამ ეს სხვა საკითხია, ნუ ყოველ შემთხვევაში 14 ეკლესია მას უნდა შეეკრიბა და აი აქ როგორც ხშირად ამბობდნენ ხოლმე, უნდა ყოფილიყო დემონსტრირება თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მართლმადიდებლური ერთობისა, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი ვითარა გვაქვს, რომ პირიქით. თან ეს ერთობა, რომელსაც ესე ვესწრაფით რომ ვაჩვენოთ მთელ ქვეყნიერებას, როგორ შეიძლება იყოს თუ კი ანტიოქია და იერუსალიმი ერთმანეთთან ევქარისტიულ კავშირში არ იმყოფებიან და ერთმანეთის უცხოში არ იხსენიებენ. რომელ ერთობაზეა ლაპარაკი წირვაზე, ტრაპეზის წინ, როცა დადგება ამ ორი ეკლესიის წარმომადგენელი ქრისტიანს ჩვენ შორის, როგორ უნდა უთხრა, როცა ერთმანეთის არ იხსენიებენ. გამოდის რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის სასურველი მიზანი იყო, რომელსაც ან წარმოადგენთ როგორც უკვე სინამდვილეს, ან უბრალოდ ჩერდებით და ხსნით, რომ დღეს ეს შეუძლებელია, რადგან ამ ნაწილში სერიოზული ხარვეზე არის, არ არის ერთობა ევქარისტიული. და სოფლიოს წინაშე მართლმადიდებელთა ერთიანობაზე ყველაზე მკაფიოდ მეტყველებს ის, რომ არის ერთიანი ლოცვითი სივრცე, ევქარისტიული კავშირი და სხვა საკითხები, რომელსაც ისევ და ისევ გავეხსენებ. ერთხმად ვიღებთ, რათა ერთობა ნამდვილად იყოს ძმური და ყოველთვის ადვილად საცნობი. ყოველგვარი იქ ლაბირინთებისა და ყოველგვარი დაფარული აზრისა და სიტყვის მიღმისეული ბრძნობითა და რაღაცა შეფასებებით. ეს უნდა იყოს ისეთი ცხადი, რომ აქ კითხვა არ უნდა ჩდებოდეს. თუ ეს კრება ჩატარდებოდა ამ სრული შემოადგენლობით, ესე იგი არანაირი ხინჯი არ უნდა ყოფილიყო. და ეს ხინჯი სამწუხაროდ არსებობს. და ეს რომ გაიმართოს ამბობენ იმასაც, რომ თქვა, ეს ძალიან მარტივია მოსაგვარებლად. თუ მარტივი იყო 3 წელიწადი რატო ვერ მოგვარდა? თუ უფრო მეტი არა კიდე. და თუ ესეთი ადვილი არის ესეთი საკითხების გადაწყვეტა, მაშინ აქამდე რატო მოვიდა ეს საკითხი? და აი ზუსტად კრების ჩატარების წინ რატო გახდა ეს კიდევ ესეთი აქტუალური?
ანტიოქიის საპატრიარქოს იმასაც ამბობენ თქვათ ოპონენტები, რომ მხოლოდ აი ამ პრაგმატულ მატერიალურ საკითხის გამო არ ქონდა ხელი მოწერილი, მაგრამ ეს ამოსული არის იმ ძირიდან, რომელსაც ნამდვილად ეკლესიური ღრმა შინაარსი აქვს, ერთობა ევქარისტიულად. და სხვა რამოდენიმე პუნქტს ასახელებს. სწორედ ანტიოქიის სინოდის დადგენილებაში ნათქვამია ის, რომ ამ კრებას გარდა სხვისა აქვს ევქარისტიული ხასიათი. რას ნიშნავს ესე? ამ კრების მსვლელობაში თქვენ როგორ ბრძანეთ, წირვები უნდა ჩატარდეს, მათ შორის სულთმოფენობას უნდა ჩატარდეს ერთობლივი წირვა და ყველანი უნდა ეზიარონ ერთად. და როგორ მოხდება ეს თუკი ლოცვით ევქარისტიული კავშირი დღეს გაწყვეტილია იერუსალიმსა და ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის და სწორედ ისინი აღნიშნავენ, მაშინ ეს ადმინისტრაციული ხასიათის შეკრებას გააქვს და ასეთი შეკრებები ბევრი გამართულა და მომავალშიც ბევრი გაიმართება. მე მინდა ეხლა ერთი ამონადენი წავიკითხო ჩვენი მაყურებლისთვის უკვე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის დადგენილებიდან, რომელიც მავის მეტყველია ჩემის აზრით. მამაო, თუ შეიძლება სანამ სერბეთს მოიყვანდით ციტატას, უახლესი ცნობებია, სერბეთის ეკლესია ჩასულია დელეგაცია და მონაწილეობას მიიღეს კრებაში. მაგრამ ესეთი დათქმით, რომ იგი არ განიხილავს ამას როგორც წმინდა დიდ კრებას, განიხილავს როგორც ერთ-ერთ მოსამზადებელ სამუშაო შეხვედრას, როგორებით ჩამოთვალა მეუფე ანდრიამ და ასევე კატეგორიულად მოითხოვს სერბეთის ეკლესია, რომ ეკლესიების არჩაუსვლელობა, მათ შორის საქართველოს ეკლესიის ისევე როგორც დანარჩენის, არ იყოს განმარტებული როგორც რაღაც ბოიკოტი, ვინაიდან ამ ყველაფერს გააჩნია ძალიან ღრმა დოგმატური საღვთისმეტყველო და საეკლესიო კანონიკური მიზეზები და აცხადებს სერბეთის ეკლესია, რომ თუ ამას ჩვენ ვერ დავინახავთ, ჩვენ ვტოვებთ კრებას. ამის ასევე სულთმოფენობის წირვაზე ვბრძანეთ, მართალი ბრძანდებით და არა მხოლოდ სულთმოფენობა დღეს, კრების ყველა სამუშაო დღე იწყება დილის წირვით, ერთობლივი წირვით, რომელზედაც არ იქნებოდა ევქარისტიული კავშირი და არ იქნებოდა მართლმადიდებელთა ერთობა ორ ეკლესიას შორის. ადგილობრივი ეკლესიების უბრალოდ აი ეს ციტატა, რომელიც დაკითხვათ, მე მინდა ეხა ეს მიუხედავად ამისა, მაინც აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთის ეკლესიის წარმომადგენლობა ეგ ჩასულია, მაინც აქტუალურია. აი რას ამბობენ ჩვენი სერბი ძმები. ვაცნობიერებთ, რომ მომავალი კრების სიდიადესა და მნიშვნელობა საკუთარ თავს მოგზალებითა და მღელვარებით უსვამთ კითხვას. შეესაბამება თუ არა მომავალი კრება იმ ჭეშმარიტ კრებათა კრიტერიუმებს, რომლებიც ცნობილია მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში. საკუთარ თავს ვეკითხებით, ასევე იქნება თუ არა მომავალი კრება ქრისტეს ეკლესიის ერთობის გამომხატველი. სულიწმინდის მადლით მოსილი კრებული მამაზე ძირი სადიდებლად. ციტატა დასრულდა. აი ეს არის ერთ-ერთი ციტატა სერბეთის ეკლესიის პოზიციისა ამასთან ამ კრებასთან დაკავშირებით. ეხლა აქ მე მინდა ესეთ საკითხი დავსვა. ამ კრეტაზე გამართულ კრებასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში გაიმართა რამოდენიმე სინოდალური შეკრება. ეს არის ბოლო პერიოდში, ვამბობ, ეს გახლავთ 12 თებერვლის სინოდის კრება, რომელიც ჩატარდა შამბეზიში გამართული, იანვარში გამართული წინასაკრებო კრების შემდეგ, რომელშიც ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შემდეგ უკვე 25 მაისს გაიმართა კრება და გაიმართა სულბოლო კრება 9 ივნისს. და ბუნებრივია, რომ ეხლა ჩვენ რაღაცნაირად ჩვენს მაყურებელს აუხსნათ ეს დინამიკა, რა ხდებოდა აი ამ სინოდალურ შეკრებაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ბევრ კითხვას ბადებს ის, რომ 25 მაისის კრებაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას არ განუცხადებია არაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას კრეტის შეკრებაზე, ხოლო უკვე 9 ივნისს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა მღვდელმთავართა კრებამ. იქნება ეს განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს. იქნებ ამ საკითხზე ასე ვთქვათ ორ ნაწილად გავყოთ ეგ საკითხი. პირველ ფაზე მეუფე დავითი თუ ისაუბრეს ამ თვითონ პროცესზე მზადებისა საქართველოს ეკლესიის და სინოდის მზადებისა კრებისათვის და უკვე 25 მაისის წმინდა სინოდის კრებასთან და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან მე ვისაუბრებ.
ეს ნამდვილად ორ ნაწილად უნდა გაიყოს საკითხი, იმიტომ რომ ხშირად ცვალენ კითხვას რა მოხდა 25 მაისის კრების შემდეგ, რა შეიცვალა ბევრი რამ. როგორ მოვედით 25 მაისამდე 2014 წლიდან, როდესაც საქართველოს ეკლესიის სამუშაო ჯგუფი იყო აქტიურად, ინტენსიურად იყო ჩართული. ყველა ეს დოკუმენტი, რომელიც თქვათ იყო იქ წინა საკრებულ შეხვედრებზე განსახილველად წარდგენილი, ჯგუფის დახმარებით თუ ადგილზე შეხვედრებისას და თუ უკვე სამშაბათში დაბრუნების შემდეგ სინოდის წევრებს ურიგდებოდათ, რომელთაც თავიანთი მოსაზრებები უნდა გამოეთქვათ. ეს იყო ნამდვილად იმ ფარგლებში, იმ ძალისხმევით, რა ძალისხმევით ჩვენს სინოდს გააჩნდა, ნამდვილად ინტენსიური მუშაობა, მიუხედავად იმისა, ბევრი დამთავარი არ იღებდა ეს აქტიურ მონაწილეობას ამ დოკუმენტების დამუშავებაში, მაგრამ ვინც მონაწილეობდა, ეს იყო ნამდვილად ესეთი მუქჩაუხრელი შრომა და ეს თითოეული დოკუმენტი გადიოდა ვიზირებას, შესწავლას და გარკვეული შენიშვნების გაკეთებასაც. ამ სამუშაო პროცესში ჯგუფმა, რომელიც კათოლიკოს პატრიარქის და სინოდის გადაწყვეტილებით წარგზავნილი იყო ამ წინა საკრებულ შეხვედრებზე, დიდი სამუშაო გასია. მე უკვე მახსენა და მინდა გავემეორო, რომ ჩვენი ჯგუფის წევრების მართლაც ესეთი დაჟინებული მოთხოვნით ბევრი საკითხი შეიცვალა, მიიღო ესეთი ფორმულირება, რომელიც თქვათ იყო მისაღები ჩვენი ეკლესიის და ზოგადად კრებისთვისაც და ბევრი საკითხი ფაქტობრივად უგულოდოყოფილიც იქნა. მაგრამ ჩვენი სინოდის წევრების მხრიდან მხარდაჭერა იმ ძალისხმევით, რაც თქვათ დღეს გააჩნია რესურსი ჩვენ სინოდს, ნამდვილად იყო. მომზადდა დოკუმენტები, რომელიც საბოლოო სახით ჩასწორდა და წარედგინა სინოდის კრებას. რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, ხდებოდა ტექსტების მართლაც ესეთი სკრუპულოზური კითხვა და ჩასწორება, რომელიც რამდენიმე შეხვედრის შემდეგ გადაიდო, შეჩერდა და საბოლოო სახით, როგორიცაც ეს უკვე წარედგინა სინოდს და სინოდის დახმარებით უკვე გაეგზავნა დიდი და წინა კრების საორგანიზაციო ჯგუფს, ეს იყო ჩვენი სინოდის წევრებისაგან გაწეული შრომის შედეგი. თუმცა, აი როცა ისმის კითხვა 25 მაისის მერე რა შეიცვალა. სინოდისაგან გაგზავნილი პასუხი მსოფლიო საპატრიარქოს უпроსორეთ ამ კრების საორგანიზაციო ჯგუფმა შეიძლება ითქვას ყურად არ იყო, პასუხიც კი არ მოსულა და ეს იყო ფაქტობრივად რბილად რო ვთქვათ ავტოკეფალური ეკლესიის აზრის გაუთვალისწინებლობა, არ ვიცი მიზეზი მიუღებლობა თუ რაღაცა სხვა რამ, მაგრამ ფაქტი ერთია, ადგილობრივი ეკლესიის აზრის გაუთვალისწინებლობა. და როდესაც ეკლესია სინოდის დადგენილებით აცნობებს კრების ორგანიზატორებს, რომ თავისი მოსაზრება ამ საკითხებზე როგორი არის და ეს არის დამოწმებული და საქართველოს ეკლესია ეცადა, რომ ყველანაირად ხარში დადგმულობდა ამ კრების ორგანიზაციას, შეკრებას. ის კი არა, თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებიც კი უკან გადასდო, ამაზე არც კი დააყენა კრებაზე სამჟილოდ საკითხი, ანუ თავისი ესეთი მტკივნეული, გრძნობიარე საკითხები დროებით გადადგო, რომ ერთობას დახმარებოდა. და ბოლო წუთამდე იმედოვნებდა ეკლესია, რომ ის თითქოს ერთი შეხვედრით უბრალო ხარვეზები. პირველ რიგში დავასახელებ ანტიოფიის ეკლესიისა და იერუსალიმის ეკლესიის უთანხმოებას. რომ აი ამ კრების ჩატარების ბოლო მიჯნამდე ალბათ გაიმართებოდა. ამ ასეთი შინაგანი მზადყოფნიდა და მიმართულებით 25 მაისის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ჩამონათვალე იმ ჯგუფის იმ წევრებისა, რომლებიც უნდა წასულიყვნენ ამ კრებაზე. და ბოლო მომენტამდე მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან, რადგან ის არის ორგანიზატორი, ჩვენი ეკლესია ელოდა იმ მართლაც ძმურ დამოკიდებულებას, რომლითაც
ეს კრება უნდა გამართულიყო. მაგრამ უკვე ვახსენეთ და შეიძლება ახლა კიდევ თქვა და ალბათ მეუფიცალოს უფრო დაწვრილებით იტყვის, არ მოხდა არც ჩვენი სინოდის მიერ გაგზავნილი წერილის პასუხის მიღება, ის კი არა ჩატარდა სინოდის კრება სოფლიო საპატრიარქოსი და იქ ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს და ისეთი სურვილი გამჟღავნდა და გაჟღერდა, რომ იქ ძმათა თანასწორობაზე ლაპარაკიც კი უკვე უხერხულიც კი იქნებოდა. ანუ ითქვა რომ ითქვა ის რომ მიუხედავად იმისა, რომელი ეკლესია ადგილობრივი არ ჩამოვა, თუ ჩამოვა, კრება მაინც ჩატარდება და ამ კრებაზე მიღებული ყველა დაგენილება სავალდებულო იქნება ყველა ეკლესიისათვის. ეს ახლა ხო ამბობ ძმები ესე არ საუბრობენ. თანასწორთა შორის ლაპარაკი ესე არ მიმდინარეობს. და თუ ამას რაიმე სხვა საფუძველი აქვს, მაშინ მით უფრო ერთობაზე ლაპარაკიც ზედმეტი არის. დიახ. თქვა მასთან დაკავშირებით და ეს განცხადება ეს მოხდა 25 მაისის მერე. დიახ, განცხადება სოფლიო საპატრიარქოს არქიდიაკონისა იოანე ღვთისმშობლის შეიძლება კერძო განცხადება იყოს რა თქმა უნდა ესა, იმიტომ რომ მას არ ქონია ესეთი ოფიციალური დოკუმენტის სახე, მაგრამ მინდა თქვა რომ თვითონ ეს ადამიანი მამა იოანე ღვთისმშობლის ძალიან აქტიურად ამ 2 წლის განმავლობაში მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფის, სამუშაო კომისიის მუშაობაში და აქტიურად ჩართული იყო ამ პროცესში. ასე რომ მისი განცხადება ისეთი ადამიანისა, რომელიც არის ამ პროცესიდან დაშორებული და მხოლოდ სასულიერო პირი, თლად ასე არ შეიძლება რომ იყოს აღქმული. მაგრამ დავუბრუნდეთ საკითხს, რომელიც არის დაკავშირებული თვითონ 25 მაისის წმინდა სინოდის შემდგომ პერიოდს. 25 მაისს, როგორც იცით, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა კიდევ ერთხელ გააჟღერა თავისი მოსაზრება და სურვილი, რომ გაემგზავროს წმინდა და დიდ კრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საქართველოს ეკლესიის მიერ გაგზავნილ წერილებში ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 2 წერილი, მისი ოფიციალური სიტყვა წარმოთქმული იანვარში შამბეზიში და საქართველოს ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარის ზუგდისა ჩაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს მიერ გაგზავნილი წერილი, სადაც არის ჩამოთვლილი საქართველოს ეკლესიის მოთხოვნები და შენიშვნები დოკუმენტებთან დაკავშირებით. ეს ზოგიერთი არის შენიშვნა ზოგადი სახის და ზოგიერთი ძალიან კონკრეტული. ვიტყვით იმას, რომ ამ მისი უწმინდესობის წერილში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს ხელი შეწყობილი იმისათვის, რათა მონაწილეობა დოკუმენტების განხილვაში მიიღონ სასულიერო პირებმა, ბერმონაზმობამ, ღვთისმეტყველებმა და მორწმუნე ერმა. ის რომ დოკუმენტები უნდა იყოს გასაჯაროებული. ის რომ ყველა საკითხი უნდა გავიდეს სრული თანხმობით, ყველასი სრული თანხმობით. სხვაგვარად ეს გამოიწვევს კამათს და გამოიწვევს შეიძლება დაპირისპირების გაღრმავებას. ეს წერილები არსებობს და ნებისმიერ შეუძლია მასთან გაცნობა. 25 მაისისათვის ვითარება იყო შემდგომი, რომ ჩვენც და სხვა თავი ჩასულები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ჯვრისწერის საკითხთან დაკავშირებით. იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოწვევა და რა თქმა უნდა ეს იყო პოზიტიური ნაბიჯი გადადგმული ამ საკითხის მოგვარებისგან. მაგრამ როცა ჩვენ ჩავედით და ჩავიტანეთ ჩვენი შენიშვნები და ეს შენიშვნა აიყო დოკუმენტი ჯვრისწერასთან დაკავშირებით არის ორნაწილიანი, ის შედგება 2 ნაწილისაგან. პირველში არის საუბარი ქორწინების წმინდა და მნიშვნელოვან სახეზე, თვითონ თავისთავად თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქორწინება ადამიანთა შორის და ოჯახი რამდენად მნიშვნელოვანი არის, და ის რომ არის საღვთო
დადგენილება მოცემული ადამიანთათვის, ხოლო მეორე ნაწილში უკვე კონკრეტულად საუბარი მიდიოდა ჯვრისწერის თემასთან, ანუ მისი ვთქვათ ვისთან შეიძლება მოხდეს ქორწინება, რა სახის იყოს ეს ქორწინება. იყო ეს დოკუმენტი იყო უფრო ვრცელი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ დასაწყის ეტაპზე, ანუ იმ 70-იან და 80-იან წლებში დამუშავებულ დოკუმენტში იყო ისეთი საკითხები შეტანი, როგორიც არის ვერ მონაზნობის ქორწინება, სასულიერო პირების მეორე ქორწინება, კერძო დიაკონთა და დიაკონთა ქორწინება და ეს ყველაფერი ამ დოკუმენტიდან ამოღებული იქნა. აი ასეთი სახის დოკუმენტები იყო, მე მინდა გითხრათ, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ეკლესიის კანონიკურ სამართალს. მაგრამ დარჩა ის მეორე ნაწილი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თითქოს დასაშვებია მართლმადიდებლების ქორწინება არა მართლმადიდებლად. სხვა ქრისტიანული კონფესიის ეს არის მეორე ნაწილი, მაგრამ ჩვენ პირველ ნაწილში თქონდა შენიშვნა და ეს შენიშვნა იყო ძალზე მნიშვნელოვანი, რამე თუ ეს ეხებოდა ერთი სქესის მქონე პირთა თანაცხოვრებას. და ჩვენ ამ ნაწილში თქონდა შენიშვნა, ანუ ასეთი საკითხიც, რომელსაც იქ ქორწინება. რომელსაც არა ქორწინება არ ერქვა, მაგრამ იქ მინდა ვთქვა, რომ არ იყო ხაზგასმული და ცალსახად ნათქვამი, რომ ეს წარმოადგენს ცოდვას. უბრალოდ იყო ნათქვამი, რომ ეკლესიისთვის მიუღებელი არის ამგვარი ურთიერთობები და საქართველოს ეკლესიის მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო დოკუმენტში შესული, რომ ეს არის ცოდვა ღვთის წინაშე და მოწოდება სინამდვილისკენ. და აი მეორე ნაწილში უკვე იყო ზუსტად საკითხი ეხებოდა ქორწინებას მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის. მოგეხსენებათ, ეს არის დოგმატური საკითხი, რამე თუ ქორწინება წარმოადგენს ერთ-ერთ საიდუმლოებას და მასში მონაწილეობა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის წევრებს, ანუ მართლმადიდებლებს. და იმასაც ვიტყვით, რომ ეს პრაქტიკა არსებობს უკვე შეიძლება ითქვას ამოდენიმე საუკუნე არის, ადგილობრივი ეკლესიები ახორციელებენ ქორწინებას მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის, მაგრამ აქამდე ყოველთვის ეს ითვლებოდა დაშვებად და იკონომიად. ჩვენი ეკლესიის წიაღში ეს არ ჩვენი ხდებოდა. ეკლესიის წიაღში ეს არ ყოფილა არასოდეს, იმიტომ რომ მოყოლებული ჯერ კიდევ დვინის კრებიდან, 605 წლის კრებიდან, საქართველოს ეკლესიამ რამოდენიმეჯერ თავის ადგილობრივ კრებაზე გაიმეორა, რომ მიუღებელი არის ქორწინება მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის და არამართლმადიდებელს შორის აქ იგულისხმება არა უცხო რელიგიის მქონე ადამიანი, თქვათ იუდეველი იქნება თუ მუსლიმი, არამედ აქ არის საუბარი სხვა კონფესიაზე, ქრისტიანულ სხვა კონფესიაზე. ანუ კათოლიკებზე, პროტესტანტებზე, მონოფიზიტებზე და ასე შემდეგ. დიახ, ამაზე არის საუბარი და ამას რა თავარია, ამას ყოველივეს ძალიან ცალსახად განმარტავს და ამაზე საუბრობს მეხუთე მეექვსე მსოფლიო კრების კანონები საუბრობენ ამაზე. და მინდა აქვე დავამატო ის, რომ ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიამ, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი არის, რომ ანტიოქიის ეკლესია ხელი არ აქვს მოწერილი კრების რეგლამენტზე, ანუ იმ პრინციპით, რა პრინციპითაც უნდა ეხელმძღვანელა კრებას, ფაქტიურად კრებას დღეს არ გააჩნია სამუშაო რეგლამენტი. და თუ სამუშაო რეგლამენტი არ გააჩნია, ეს ნიშნავს, რომ არც ერთი პროცედურული საკითხი არ არის შეთანხმებული და მაშინ როგორ შეიძლება რომ გაიმართოს სამუშაო შეხვედრები. და ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი არის, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რეგლამენტის მიმართ ძალიან დიდი შენიშვნები იყო და პირველ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა რეგლამენტთან დაკავშირებით, ეს საკითხი საერთოდ ჩავარდა. მეოთხე პუნქტზე დავწერთ ჩვენ ამ საკითხის განხილვისა, იმდენად ძიმე იყო ის შენიშვნები, რომელიც მეოთხე პუნქტში დოკუმენტის მეოთხე პუნქტში არსებობდა. და აქვე დავდენ, რომ ანტიოქიის როგორც თქვით, რომ
ანტიოქიას ეკლესიას დღესდღეობით წარმოადგენენ, რომ მას მხოლოდ აქვს ტერიტორიული დავა იერუსალიმის ეკლესიასთან. არა, ეს ასე არ არის. ანუ ანტიოქიის ეკლესია მთელი რიგი შენიშვნებისა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნების. ის მოითხოვს, რომ გადახედილი იყოს დოკუმენტი დიასპორების შესახებ. ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. მინდა თქვა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომ ძალზე საინტერესოა, როდესაც ისეთ დოგმატურ საკითხში, როგორიცაა ქორწინება, ჩვენ მოგვიწევენ, რომ მიუდგეთ მას იკონომიის წესით. დოკუმენტში დიასპორებთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად არ არის დოგმატური, არამედ შეიძლება კანონიკურ საკითხად ჩაითვალოს, იმ დოკუმენტში ცალსახად წერია, რომ ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს კაცრ კანონიკურ საფუძველზე. ანუ რაც გულისხმობს, რომ ყველა არამართლმადიდებლურ ქვეყანაში არსებული მართლმადიდებლური თემი დაემქვემდებაროს კონსტანტინოპოლის პატრიარქას. ცალსახად. აი მას ასევე ანტიოქიის ეკლესიას აქვს შენიშვნები იმ ნაწილთან, რომელიც ამოღებული იქნა სამწუხაროდ და ამის თაობაზე საქართველოს ეკლესიამ თავის წერილში მისწერა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და მისწერა სამდივნოს წმინდა დიდი კრების მომზადებისა დოკუმენტში მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან ამოღებულია დიალოგი. შეფასება დიალოგებისა, რომელსაც აწარმოებს მართლმადიდებელი ეკლესია დანარჩენ კონფესიებთან. ანუ რა იგულისხმება ამ შეფასებაში? აქ არის განხილული ყველა დიალოგი, ეს იყო ძველ დოკუმენტში, მინდა გითხრათ, ანუ ეს არაფერი ახალი არ არის, ეს არის შეფასება იმ დიალოგებისა, რომელიც წარმოებს რომის კათოლიკურ ეკლესიასთან, ანგლიკანურ ეკლესიასთან, ევანგელისტურ ეკლესიასთან და ასე შემდგომ. აი ეს შეფასებები არის და დღევანდელ ეტაპზე ამ შეფასებების ყოფნა და არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივმა ქრისტიანულმა კონფესიებმა დასაშვები გახადეს აბსოლუტურად მიუღებელი მართლმადიდებლური, ანუ თუ მართლმადიდებლური, ანუ ქრისტიანული ჭეშმარიტებისათვის და სახარებისეული ჭეშმარიტებისათვის მიუღებელი დაშვებები. ანუ მარტივად რო თქვა, დიალოგი კი დაერქვა ზოგ შემთხვევაში, მაგრამ საქმე მივიდა კომპრომისამდე, სარწმუნოებრივ კომპრომისამდე. ზოგიერთ შემთხვევაში სამწუხაროდ მივიდა კომპრომისამდე, კი, ზოგიერთ შემთხვევაში. გაუმართლებელ კომპრომისს. და აი ანტიოქიის ეკლესიის მოთხოვნები საკმაოდ საფუძვლიანი და მასშტაბური არის და რა თქმა უნდა, მას მხოლოდ ჩვენ ვერ დავარქვით, რომ ეს არის საკითხი ყატართან დაკავშირებით. და თავისთავად ის რომ ჩვენი შეხვედრა უპირველეს ყოვლისა ეს არის შეხვედრა ევქარისტიული ერთობით ქრისტეს ზიარებაში და ორი ეკლესიის არ მონაწილეობა ქრისტეს ზიარებაში, რა თქმა უნდა, ეს არის ძალზე მძიმე ვითარება და ეს ვითარება კიდევ უფრო გააღრმავა 31 მაისის განცხადებამ კონსტანტინოპოლის ეკლესიისა, რომელშიც ის ამბობს, რომ ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის დავის საკითხი იქნება გადადებული კრების შემდგომ პერიოდში მოსაგვარებლად. ანტიოქიის ეკლესიამ პირდაპირ განაცხადა თავის დადგენილებაში, რომ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება არის შეურაცხყოფელი. რადგან მანამდე კიდევ იგივე ასე თქვა, რომ 3 წლის განმავლობაში საკითხი ვერ მოგვარდა. გადადება ხდება. და ასევე ვიტყვი, რომ აი თანმიმდევრობით 25 მაისის შემდგომ რა შეიცვალა. 1 მაისს გამოაცხადა ბულგარეთის ეკლესიამ, რომელმაც ყველა დოკუმენტს ხელი მოაწერა და უკვე იმის შემდგომ, რაც სინოდმა განიხილა ეს დოკუმენტები, უკვე ამის შემდგომ ბულგარეთის ეკლესიამ გამოაცხადა, რომ
ის მოუწოდებს წმინდა დიდი კრების გადადებისაკენ და თუ არ იქნება გადადებული ამ ვადებში, ანუ 17-26 ივნისი, მაშინ ბულგარეთის ეკლესიის დელეგაცია არ ჩავა ამ კრედაზე. ამის შემდგომ დავამთავრებ ამ ამას. 3 მაისს იქნა გამოქვეყნებული უკვე რუსეთის ეკლესიის სინოდის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მთელი რიგი შენიშვნების გამო, რომელიც არსებობს ეკლესიების მხრიდან და შექმნილი ვითარების გამო, გთხოვთ, რომ საჩქაროდ მოხდეს ეკლესიათა წინამძღოლთა წინასაკრებო შეხვედრა და ვადად დაასახელა 10 მაისი. თუმცა 10 ივნისი, ბაცრავია, 10 ივნისი. რა თქმა უნდა, ძალზე რთული იქნებოდა ამ ვადებში შეკრება, მაგრამ თუ ყველა ეკლესია ამას მიიღებდა, ამ წინადადებას, მაშინ თავისთავად საქართველოს ეკლესიისთვისაც ეს სრულად მისაღები წინადადება იქნებოდა და ის გაემგზავრებოდა ამ შეხვედრაზე. ამის შემდეგ უკვე 7 მაისს გამოქვეყნდა ანტიოქიის ეკლესიის სინოდის ვრცელი წერილი, რომელშიც ის ჩამოთვლის მთელ რიგ შენიშვნებს როგორც დოკუმენტების მიმართ, ისევე პროცედურების მიმართ კრების მსვლელობისა და უარს ამბობს კრებაში მონაწილეობაზე. 9 მაისს, 9 ივნისს გამოაქვეყნა სერბეთის ეკლესიამ ზუსტად ის განცხადება, რომლის ციტატაც ჩვენ მოიყვანეთ და სადაც ის ამბობს, რომ თუ ეს საკითხები არ იქნება გათვალისწინებული, სერბეთის ეკლესიისათვის სამძიმო იქნება ამ კრებაზე გამგზავრება. 10 მაისს საქართველოს ეკლესია შეიკრება ზუსტად ყველა ამ საკითხის განსახილვა. 9 ივნისს თუ 10 ივნისს უკაცრავად მაისში მაისის შემდეგ უკაცრავად და 10 ივნისს საქართველოს ეკლესია შეიკრება ყველა ამ შენიშვნის განსახილვად, იმიტომ რომ შენიშვნები არსებობდა როგორც დასახელებული ეკლესიების მიერ, ისევე საკმაოდ დიდი კრიტიკა დოკუმენტების მიმართ და პროცედურების მიმართ ჰქონდა ელადის ეკლესიის იერარქიას და ჰქონდა ათონის წმინდა მთას და აი ვითარება უკვე როგორც ხედავთ 25 მაისის შემდგომ არის სრულიად სხვაგვარი, არის ახალი გარემოებები და ახალი ვითარება, რის საფუძველზეც იმჯელა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა და მიიღო ის დადგენილება, რომელიც დღეისთვის არსებობს, რომ არ კრება თუ არ გადაიდო, რადგანაც საკითხები არის მოუმზადებელი, მაშინ საქართველოს ეკლესია ვერ მიიღებს მაშინ მონაწილეობას. ძალზე საინტერესოა მინდა ვთქვა ის შენიშვნები, რომელიც იქნა გამოთქმული უკვე თვითონ წიაღში, ბერძნულ წიაღში ელადის ეკლესიის მიერ და ათონის წმინდა მთის მიერაც. ამის თაობაზე კარგი იქნებოდა თუ მამაანთიმოზი მიეცემოდა შესაძლებლობა საუბრის. მოგესალმებით. სანამ თქვათ საბერძნეთის და ათონის მთაზე გაჟღერებულ შენიშვნებზე მოგახსენებდით, სულს უფრო რაღაც განმარტო დამატებით, იმიტომ რომ 2014 წლიდან მეც მონაწილეობ ამ პროცესებში თარჯიმნის სტატუსით ვესწრებოდი ყველა სამუშაო შეხვედრებს, როგორც კომისიების, ასევე პატრიარქებისას. როგორც მეუფეებმა სწორად აღნიშნეს, იმთავითვე ეს დაწყებული, თქვათ, როდოსის 60-იანი წლებიდან აღიარებული იყო მიზნად ამ კრების ჩატარების მსოფლიოსთვის მართლმადიდებლობის ერთობის წარმოჩენა. ანუ წარმოჩენა იმისა, რომ მართალია არიან ავტოკეფალური ეკლესიები, მაგრამ სინოდური ეკლესია არის ერთი, ვინაიდან არის ქრისტეს სხეული.
და ასევე ამ ესე იგი მისტიური და ლიტურგიკული ერთობის გარდა იყო მეორე საკითხი, რაც ნიშნავს ერთობის წარმოჩენას, რომ ეკლესიას დღევანდელობის სხვადასხვა საჭიროებო საკითხზე გამოეთქვა თავისი ერთიანი პოზიცია. აი ეს ორი მნიშვნელოვანი და დღეს სამწუხაროდ შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ეს რეალურად არ არსებობს და ვერ დაანახებს სხვას იმას, რაც არ არსებობს. ეს ძალიან დიდი გულის ტკივილი და ძალიან დიდი მწუხარებით უნდა აღნიშნო. არ არსებობს როგორც ლიტურგიკული ევქარისტიული კავშირი ორ ეკლესიას შორის, ასევე არ არსებობს ერთიანი პოზიცია უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ რაც შეეხება საკითხებს, მიუხედავად საქართველოს ეკლესიის ესე იგი სამი წერილია ამის თაობაზე. საქართველოს ეკლესია იყო პირველი, რომელმაც მწვავედ დააყენა ეს საკითხი, რომ ტექსტები უნდა გასაჯაროდეს და თან უთითებდა მიზანსაც საქართველოს ეკლესია რატომ უნდა გასაჯაროდეს, რათა საშუალება მიეცეს ეკლესიის სისავსეს, არა მხოლოდ ამ კომისიაში მონაწილე ადამიანებს, ეკლესიის სისავსეს, ღვთისმეტყველებს, მრევლს გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები და რაც კარგი იქნება აქედან, უნდა გავითვალისწინოთ. საბერძნეთში, ანუ იმ დონეზე იყო ეს აკრძალვა, რომ იქ დიდი სინოდის გარდა, ანუ სრული, რომელიც 90-მდე ეპისკოპოსია, არის მცირე სინოდიც, 12 ეპისკოპოსისგან შემდგარი. ამ მცირე სინოდის წევრებიც კი არ იცნობდნენ დოკუმენტების ტექსტებს. იმ დონეზე იყო ეს გასაიდუმლოებული, რაც თვლი, რომ ამან გარკვეულწილად წარმოშვა ის ჩიხი და ის პრობლემები, რომელშიც დღეს იმყოფება ეს კრება. და რა შედეგი, ესე იგი, როგორ მოხდა და ეს ყველაფერი მზადდებოდა პირველი დღეებიდანვე კრება, ვინაიდან ჩადებული იყო პრინციპი კონსენსუსის, ანუ ის რომ ყველა ეთანხმება ამ დოკუმენტებს, ერთხმად არის ეს ყველაფერი მიღებული, თვითონ კრების რეგლამენტით ისეთი სახით შედგა, რომ რაღაც სიმბოლური დამტკიცება იქნებოდა ამ დოკუმენტების პროექტებისა. იმიტომ რომ არის 6 სამუშაო დღე, არის 6 დოკუმენტი და თითო სამუშაო დღეს გამოყოფილია 6 სამუშაო საათი. თითო დღეს. ესე იგი 6 საათში როგორ უნდა შეცვალოს 300-მა მგდელთავარმა არსებითი მნიშვნელობის საკითხები, როგორ თითოს აქვს 10 წუთი საუბრის უფლება თითო მგდელთავარს. შემდეგ ეს შენიშვნები უნდა ითარგმნოს 4 სამუშაო ენაზე, დაუიგდეს ყველას, კიდევ ერთხელ შეჯერდეს. ეს არის ფიზიკურად შეუძლებელი. ამიტომ იყო ძალიან დიდი შეცდომა, ეხლა როგორც ამ გადასახედიდან ჩანს და რაც 2014 წელსვე დაინახა საქართველოს ეკლესიამ, რომ ჯერ უნდა მომხდარიყო დოკუმენტების გასაჯაროება, პარალელურად რა თქმა უნდა ემუშავა კომისიებსაც. გამოითქმული აზრები უნდა ყოფილიყო შეჯერებული, რომელია მისაღები, რომელია მიუღებელი და რა მიზეზით. უნდა სწორულად სინოდებს. დღეს კი მოხდა ისე, რომ მას შემდეგ რაც იანვარში მოაწერეს ხელი 2016 წლის იანვარში სოფლიო ეკლესიათა წინამძღოლებმა, მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდა და ესე იგი მთელ სოფლიოში ეპისკოპოსებმა, ღვთისმეტყველებმა, სამონასტრო კერებმა მხოლოდ მაშინ გაეცნენ ისინი ამ დოკუმენტებს. და თუ აქამდე საუბარი იყო, რომ ეს დოკუმენტები არის და დღემდე ამას იძახიან კრების ორგანიზატორები, რომ რა არის თქვენი პრობლემა, ეს ხომ არ არის დოგმატური საკითხები. აი ამ ესე იგი მასერად გასაჯაროვდა ეს დოკუმენტები საქვეყნოდ ცნობილმა და აღიარებულმა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველებმა, როგორც ეპისკოპოსებმა, ისე მონაზვნებმა, ისე პროფესორებმა დაინახეს მათში და წარმოაჩინეს და დაასაბუთეს არაერთი დოგმატური ხასიათის შეცდომა, არაერთი ორაზროვანი განმარტება და ბუნდოვანი ტერმინი, რაც იძლევა, ესე იგი, სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას, რომელიც მისაღებია, ანუ ამ ესეთი დოკუმენტები ზოგ ნაწილს კათოლიკებიც მოაწერენ ხელს პროტესტანტების და სოფლიო ეკლესიათა საბჭოს წიაღში ესეთ დოკუმენტებს ერთობლივად უკვე ხელი მოწერილი აქვს მართლმადიდებლებს და არამართლმადიდებლებს შორის, რაც უფრო იწვევს შეშფოთებას და ესე იგი დაძაბულობას, რომ ხომ არ არის ცდელობა რაღაც ახალი ღვთისმეტყველების დამკვიდრებისა, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულია გამოჩნდა, რომელიც კულტივაციაც ხდება აქტიურად სოფლიო ეკლესიათა საბჭოში, რომელიც მაგალითებია, რომ დაყოფილი ეკლესიის თეორია ერთ-ერთი, რომ ეკლესია ყველანი არის ეკლესია, ეს კათოლიკების, პროტესტანტების და ეკლესიის რაღაც ნაწილს წარმოადგენენ, ყველგან არის მადლი და როდესაც განშტოებათა თეორია, დიახ, მოგეხსენებათ. ასევე ნათლობის თეორია, რომ ვინც კი ქრისტეს სახელით და წმინდა სამების სახელით არის მონათლული, სულ ერთია რომელ კონფესიაშია ეს მონათლული, თუ ის ითვლება ჭეშმარიტ ნათლობად და სწორედ ამას უდევენ საფუძვლად ქორწინების
ესე იგი არამართმადებელთან, რომ ის ხომ მონათლულია და ესე იგი ხდება ახალი თეორიების შემოღება, რაც ყოველად უცხოა მართლმადიდებლობისთვის. თან ამ თეორიების შემოღების საფრთხე არსებობს არა ისე, რომ საფუძვლიანი მსჯელობა და შეფასება დაიმართოს და ეკლესია თუ ჩათვლის მისაღებად მიიღოს. არა. ამ გამოვიდოდა ისე, რომ რაღაც შეპარული ფრაზებით მოხდებოდა ამ თეორიების დაკანონება. დიახ, ეს პირველ რიგში საბერძნეთის ეკლესიის სინოდმა გაამახვილა ამაზე ძალიან დიდი ყურადღება და იმ ეპისკოპოსებსაც კი, ვინც მონაწილეობდა საბერძნეთის მხრიდან წლების განმავლობაში ამ კრების მზადებაში, მოუწიათ განმარტებების გაკეთება, რომ თქვენ მართალი ბრძანდებით, როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვა ეკლესიას სხვა კონფესიებთან მიმართებაში, ეს არის ტექნიკური ტერმინი უბრალოდ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ წმინდა მამები კრებებზე თვეებს ანდომებდნენ ზუსტი ტერმინის გამონახვას. იმდენად მნიშვნელოვანია ეს, რომ არ იძლეოდეს ორმაგი განმარტების საშუალებას. და ეს არის ყოველად დაუშვებელი პოზიცია, რომ რასაც ჩვენ წერთ, მართალია, შეიძლება ბევრგვარად იყოს გაგებული, მაგრამ ჩვენ მოგახსენებთ ახლა, რომელია მისი სწორი განმარტება და გაგება. ეს არის ყოველად მიუღებელი. დოკუმენტი უნდა იყოს ცხადად და მკაფიოდ ყველაფერი გაწერილი და მხოლოდ ერთგვარი განმარტების სწორი მართლმადიდებლურის საშუალებას იძლეოდეს. რაც შეეხება ასევე და ამ ყველაფერზე გაამახვილეს ყურადღება როგორც ათონის მონასტრებმა და წმინდა კინოტმა, ასევე საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს. საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი პირდაპირ აცხადებს, რომ ქორწინების დოკუმენტი ჯერ ესეთი არ უნდა იყოს დღის წესრიგში კრების, ვინაიდან მას ორმა ეკლესიამ ხელი არ მოაწერა და მეორეც ერთი დაუშვებელია იკონომიის კანონად ქცევა და ამ ქორწინების ნების დართვა. ეს ამას აცხადებს საბერძნეთის ეკლესია. რა თქმა უნდა, ამას აცხადებენ ათონის მონასტრები. კერძოდ გრიგორიუს მონასტერი აცხადებს ამას. და არაერთი ღვთისმეტყველი, ცნობილი დიმიტრი სელენგიდი პროფესორი, ანუ ეს ანბანური ჭეშმარიტებებია. ასევე დაინახეს დიდი საფრთხე ამ ღვთისმეტყველებმა ახალი თეორიების შემოღებისა ეკლესიაში. და უთითებენ კონკრეტულ პუნქტში, რომელიც საფრთხე რა იფარება. ამაზე ახლა შორს წაგვიყვან საუბარი, მაგრამ თავარი და სამწუხარო რა არის? ვინაიდან როგორც მოგახსენეთ, კრება იგეგმებოდა საზეიმო დამტკიცებისათვის ამ ტექსტებისა და მისი რეგლამენტიც ამაზეა მორგებული. და საქართველოს ეკლესიამ კი 25 მაისს თავის წმინდა სინოდის დადგენილებით დაადგინა, რომ ქორწინების დოკუმენტი მისთვის მიუღებელია როგორც კრებაზე მისი გატანა, ასევე მასზე ხელმოწერა. თუ მას არ შევა არსებითი ცვლილება, რასაც ვიცით უკვე, რომ არ ეთანხმებიან ამ ცვლილებას. ასევე ორი ტექსტი, ესე იგი სულ 6 ტექსტია ხომ გატანილი. მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან, ეს ერთი ტექსტი და მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში, ორი ტექსტი. ანუ სამ პუნქტზე საქართველოს ეკლესიას 25 მაისს უკვე ქონდა 25 მაისს საქართველოს წმინდა სინოდის დადგენილების თანახმად რომ ჩასულიყო საქართველოს ეკლესია, სამ ტექსტს ხელს ვერ მოაწერა. სულ ცოტა. გადაუგზავნა საქართველოს ეკლესიამ თავისი სინოდის დადგენილება გადაუგზავნა 25 მაისის შემდგომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და უკვე 6 ივნისს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის განცხადება იყო ზოგადი აკეთებული ყველა ეკლესიის მიმართ, რომ ჩვენთვის არის გაუგებარი ასეთი პასუხი, ასე ვთქვათ, ამ გაუგებარი ვითარება, ამ პრეტენზიები გამოთქმული და არანაირი პროცედურული პირობა არ არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ გადავდოთ კრება ან ჩავატაროთ კიდე ახალი კრების წინა შეხვედრა. ჩამოდით აქ და აქ ვისაუბროთ ყველა საკითხს. და ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება რაც შეეხება აი ჩამოდით აქ და ვისაუბროთ კრებაზე, ეს რა თქმა უნდა ძალიან ეს ერთი შეხედვით ძალიან კარგი წინადადებაა, რატომაც არა შევიკრიბოთ და აქ იქ წავაყენოთ ჩვენი წინადადებები და ამას აპირებდა კიდეც საქართველოს ეკლესია თავისი 25 მაისის დადგენილებით, მაგრამ კრების რეგლამენტის თანახმად თუ კი 14 ეკლესიიდან ერთ-ერთი მაინც არ ეთანხმება რომელიმე ცვლილებას, ტექსტი რჩება ძველი ვარიანტით. შესწორებას ვერ შევიტანთ. და ჩვენ წინასწარ ვიცით, რომელი ეკლესია რაში არ ეთანხმება ჩვენს პოზიციას. ეს გამოდიოდა, რომ ერთადერთი გზა ამის შემდეგ, რაც რჩება ეკლესიას,
ვინაიდან მისი დოგმატური და არსებითი ხასიათის ცვლილებები არ იქნება გაზიარებული, რადგან რომელიმე ეკლესია მას ვეტოს დაადებს, ბოლოს დოკუმენტს არ მოაწეროს ხელი. ესე იგი გამოვიდოდა რომ ჩასულიყო საქართველოს ეკლესია, აი 25 მაისის მდგომარეობით, სანამ ახალი გარემოებები გამოჩნდებოდა, ხო? სამ დოკუმენტზე ხელს ვერ მოაწერდა საქართველოს ეკლესია და დამეთანხმეთ, ესეც არ იქნებოდა მართლმადიდებლობის ერთობის წარმოჩენა მსოფლიოს წინაშე. მართლმადიდებლობის ერთობა შეგვეძლო ხოლო ჩასულიყავით საიმისო და ხელი არ მოგვეწერა. დიახ. სამწუხარო რეალობაა. აი მე კიდე გავამახვილებ ყურადღებას ჩვენი მაყურებლობის ერთ მომენტზე თქვენ აღნიშნეთ მართებულად. როდესაც იმართებოდა მსოფლიო საეკლესიო კრებები, ეს განხილვები იქ მიდიოდა თვეების მანძილზე. ეს იყო ძალიან ხანგრძლივი, გამოწვეული განხილვები და თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა დონის მამები მონაწილეობდნენ, რა საღვთისმეტყველო განათლება ჰქონდათ, რა სულიერება ჰქონდათ და მიუხედავად ამისა, ამას მაინც თვეები ჭირდებოდა. ეხლა კრება, რომელიც უნდა ეხლა ეს კი სხვა ტიპის კრება, ეს არა მსოფლიო საეკლესიო კრება, მაგრამ მაინც რაღაცას ანალოგიებს ზოგიერთი ასახელებს ხოლმე. ესე იგი, შევახსენებ ჩვენ მაყურებელს, რომ იმართება 17 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ესე იგი, რამოდენიმე დღეა. ამას დაემატება ისიც, აი თქვენ რაცა თქვით, რომ იქ ესე იგი თუ კი არ იქნება მიღებული სამუშაო ტექსტი 6 საათით და მე დავამატებდი კიდე იმ ინფორმაციას, რომ უკვე მანამდე ცნობილი გახდა და ამას ამოწმებს ახლა აი თქვათ 12 მარტს მოსკოვში გაიმართა პრესკონფერენცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მონაწილეობდა რუსული ეკლესიის ხრივ მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, ხოლო კონსტანტინოპოლის ეკლესიის ხრივ კი მიტროპოლიტი ემანუელი, რომელიც აქტიურად იყო, ორივენი აქტიურად იყვნენ ჩართული ამ კრების მოსამზადებელ პერიოდში და იქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ითქვა. თქვენს მათ რომ როდესაც დაუშვეს მათ კითხვა კი, მაგრამ აი კრებაზე თუ კი იქნება კი შესაძლებლობა რომ რაღაცა შეიცვალოს და ესეთი რამ ითქვა რომ ჩვენო იმდენი წელი ვიმუშავებთ ინტენსიურად მოგვიგებთ რომ ეხლა კრებაზე ამის დრო აღარ იქნებაო, რომ ჩვენ რაღაც იქ საკითხები შევცვალოთ არსებითათო იქ შეიძლება საკითხი დადგეს იმაზე, როგორ დავაჯგუფოთ საკითხები, როგორ გავამართოთ თქვა ფორმულირება დავხვეწოთ, გადავაჯგუფოთ ზოგიერთ, ანუ აშკარა გახდა, რომ აშკარა იყო ის, რომ რაიმე არსობრივ ცვლილებებს ჩვენ არ უნდა დაველოდოთ აი ამ კრებაზე. ანუ და კიდევ ერთი საკითხი რაც მინდოდა ის ჩართვა მინდოდა, მაგრამ ნაწილობრივ მე თქვენ აი საკითხი შეეხეთ, რომ როდესაც უკვე შამბეზის კრების შემდეგ, რომელიც გაიმართა 2016 წლის იანვარში, ეს დოკუმენტები გასაჯაროდა, ამა გამოიწვია ძალიან დიდი ესე ვთქვათ გამოხმაურება სხვადასხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ავტოკეფალურ ეკლესიებში. თქვენ ახსენეთ წმინდა სინოდის კინოტი, ათონის წმინდა კინოტის პოზიცია, ელადის მართლმადიდებელი, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია. ამის გარდა საბერძნეთში შეიკრიბა და მართლმადიდებელი მღვდელმთავართან ეპისკოპოსთა ჯგუფი არა მარტო საბერძნეთზე, არამედ სხვადასხვა ეკლესიებიდან ჩავიდნენ, სადაც ისინი სწორედ მსჯელობდნენ ამ საკითხზე, სადაც კრიტიკული შენიშვნები გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით. ბულგარეთის ეკლესიის წიაღში ერთ-ერთმა ეპარქიამ საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი კატეგორიულად ამას არ დაეთანხმებიან და კატეგორიულ ნაბიჯებზე მზად იყვნენ თვითონ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართაც, თუკი ის ამაში არ მიიღებდა, მაგრამ რუსეთის ეკლესიის წიაღში ამაზე იყო საპროტესტო ხმები, საქართველოს ეკლესიის წიაღში ბუნებრივია და ბევრ სხვა ეკლესიაში. ანუ ეს არ იყო ისე, რომ რაღაცნაირად როგორც კი ეს გასაჯაროდა, როგორც კი ეს ხელმისაწვდომი გახდა, როგორც კი ითარგმნა სხვადასხვა ენებზე, იმ წუთში ამას მოყვა რაღაცა გარკვეული ძრები და რომ არა ხანმოკლე პერიოდი, თქვათ, იანვრიდან ივნისამდე შეიძლება ეს პროტესტის ტალღა კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული იყო და როგორც ჩანს, სწორედ ამაზე იყო გათვლილი აი ეს ნაბიჯი, რომ რაღაცნაირად შეიძლება გვიან გასაჯაროებული იყო ეს ტექსტები და გვიან ყოფილიყო ეს საჯარო და რაღაცნაირად ეს ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, საკითხები ძალიან ბევრია ამას, ახლა ჩვენ ერთ გადაცემაში ვერ ამოვწვროთ, პირიქით ჩვენ ბევრად გადავაჭარბეთ კიდევ ჩვენ დროს, მაგრამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ჩვენ მზათა ვართ ამაზე კვლავ ვიმსჯელოთ. ჩვენ ამაზე ჩვენმა ტელევიზიამ უკვე გააკეთა კიდევ გადაცემები სხვა სასულიერო პირები, ჩვენ სხვა გადაცემებში ამაზე უკვე გამოხატავდნენ თავის პოზიციას, მაგრამ აი ესეთ საფუძვლელ საუბარი ჩვენ არ გქონია.
მაგრამ ამით არ დამთავრდება ბუნებრივი ჩვენ კვლავ დაუბრუნდებით საპატრიარქოს ტელევიზიაზე ცნობილ ერთი ჩართვა თუ შეიძლება ამ თემას და ვიტყვი რაც ისაუბრა მეუფემ და მამანთი მოგა თქვენს ეს ნათლად წარმოაჩენს მიზეს და პირობას თუ რატომ მოხდა რომ საქართველოს ეკლესიამ მოარიცხა 25 მაისის სინოდის კრების შემდეგ ამ დიდ და წმინდა კრებაზე მონაწილეობისაგან ხშირად ისმოდა ესეთი კითხვაც ისმოდა და შეიძლება ითქვას საყვედურიც რომ რატომ მაინცა და მაინც ახლა ითქვა უარი როცა სხვა ეკლესიებმა დააფიქსირეს თავისი პოზიცია მკვეთრად აქ ბერჯელ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავემეორებ საქართველოს ეკლესიამ აი მამა ანთიმოზმა გაიხსენა თავიდანვე ითხოვდა რომ დიდი კრების წინა მოსამზადებელი პერიოდი ყოფილიყო ობიექტური და პუნქტუალური თავისი სამწყსოს ერის და მრევლის წინაშე ეს ჩანდა იმაში რომ საქართველოს ეკლესია ალბათ როგორც სხვა ეკლესიები ითხოვდა ამ დოკუმენტების გასაჯაროებას ვიდრე იანვარი დადგებოდა უფრო ადრე იმიტომ რომ ეს საკითხი ხედავთ რა ყველანი რო არის ძალიან დიდი ამიტომაც უნდა ყოფილიყო მასში ჩართული სასულიერო დასიკრებული მღვდელმთავართა იერარქია ერის ადამიანები პროფესორები მეცნიერები მაგრამ ეს არ მოხდა ასე რომ საქართველოს ეკლესია თავის პოზიციას არ ცვლის ვიღაცის გამო ან რაღაცა მეხსეული სხვისი გადაწყვეტილების ფეხდაფეხ მიდევნებით საქართველოს ეკლესიას თავიდანვე გააჩნდა პარი პოზიცია ამ კრების დოკუმენტების მიმართ ეს გამოიხატა იმაში თუნდაც რომ ქორწინების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ის რომ ითქვა რომ სულ ცოტა კრებაზე რო ჩასულიყო ჩვენი დელეგაცია სამ დოკუმენტზე ხელის მოწერისაგან თავი უნდა შეეკავებინა და თუ თქვათ რატო მოხდა რომ სხვა მიიღო მკვეთრი გადაწყვეტილება და საქართველოს ეკლესიას მიაწერენ რომ აი მათი მიმაძველობით მოხდა მე მინდა თქვა ერთი მაგალითი მოვიყვანო 100,000 თბილისელი მოწამის ცხოვრებას ფაქტს თუ გავიხსენებთ რა თქმა უნდა ქების ღირსია ის პირველი ვინც უარი თქვა ხატების შეურაცხყოფაზე მაგრამ ასევე ქების ღირსია და ტოლფარდი საკებარი სიტყვისა ის ბოლო უკანასკნელი რომელმაც დაწყებული პირველისაგან საქმე დააგვირგვინა სიმართლისათვის ერთგულება და თანადგომა პირველ მეორეობით არ განისაზღვრება თუ კი სიმართლეს ვამბობთ და ვამტკიცებთ გინდა პირველმას თქვას და გინდა მეორემ პირველი და უკანასკნელი ჟამის მუშაკი ყოველთვის ღვთისაგან ერთი და იგივე ჯილდოთი ხდება დაჯილდოებული ამიტომ არც ის არის შეურაცხყოფელი რომ სხვის შემდეგ გვეთქვა თუმცა არ ყოფილა ესე და არც ის არის თავმოსაწონებელი რომ პირველებმა ჩვენ თქვით ჩვენ როგორადაც შევეძლოთ ჩვენმა ეკლესიამ ჩვენი ეკლესიის მეთაურის შემოძლებით ჭეშმარიტებას უერთგულა დაიცვა და მისა ძმური სიყვარულის მაგალითი ბოლო წუთამდე მზად იყო საქართველოს ეკლესია რომ ჩასულიყო აქ და ახალ გარემოებათა გამო და ამ ახალ ვითარებათა გამო უერთგულა სიმართლეს რომელსაც ადრევეც ერთგულობდა ასე რომ საკითხი ნამდვილად დიდია გონია რომ არ არის ეს ჩვენი პირველიდან უკანასკნელი შეხვედრა ალბათ საკითხი ზემსჯელობა გაგრძელდება სამომავლოდ შეიძლება უკვე ალბათ რაღაც კონკრეტული საკითხები იქნეს უფრო ვრცლად განხილული იმიტომ რომ პირველი მაინც კრებითი იყო და ზოგადი საუბარს ეხებოდა უფრო ყველა საინტერესებს და ალბათ მგონია რომ საპატრიარქოს ტელევიზია კიდევ გააგრძელებს ამ საკითხზე მსჯელობას და მოწვევას სტუდიაში სტუმრების ეს ჩადიან უკვე დელეგაციები ვინც გამოსვლას დაწყობდა მინატურაში მონაწილეობისა ეს უნდა ჩადიან მე მაინც პირადად მინდა თქვა ჩემი აზრი არის ასეთი რომ გამოხატა იმედს რომ საკითხები რომელიც მათ გამოიწვია ასეთი გულის ტკივილი პირველ რიგში და არათუ ნებათაღელვა არამედ გულის ტკივილი გამოიწვია და ამიტომაც იყო ეკლესიების მიერ გამოთქმული თავიანთი შენიშვნები რომ
სამუშაო ვითარებაში შენიშვნები ჰქონდა ბულგარეთის ეკლესიასაც, რუმინეთის ეკლესიასაც, პოლონეთის ეკლესიასაც, ალექსანდრიის ეკლესიასაც ჰქონდა შენიშვნები და სხვასაც. და იმედს გამოთქვა, რომ ეს შენიშვნები იქნება გათვალისწინებული და კრება მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება დაფუძნებული სახარების ჭეშმარიტებაზე, იქნება დაფუძნებული ქრისტეს სწავლებაზე და ეკლესიის 2000 წლოვან გამოცდილებაზე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენს ტელემაყურებელს მინდა უთხრა, რომ ჩვენ ვასრულებთ შუადღეაცულზე ამ გადაცემის ამ ბლოგს, მაგრამ ეს გადაცემა გაგრძელდება. ons გააგრძელებენ მას უკვე ჩვენი წამყვანები, ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.